ჩვენ რატო ვლაპარაკობთ? ჩვენმა საზოგადოებრივ დამცველმა რატო ვერ გაიგო გასაკვირია. ეხლა ერთი რამე ჩვენ თუ არ ვაღიარებთ გულწრფელად, რომ იმაში, რომ საზოგადოების ნაწილი ისე მხარს უჭერს ხელისუფლებას და შეიძლება მათი რიცხვი ხანიზდება ხან არ არის გამოიწვეული ამ მოვლენების შედეგად გაზრდილი იყო კიდევაც ისევე როგორც გაზრდა მე მგონი არ არის ნუ გამოედებული რა შეგვადოედელები ისევე როგორც მე მგონი სტაბილურად არის აი ჩვენი მედიის ერთ-ერთი არა ბევრმა შეაძლოა მაგრამ არა იმას არა უარყოფოთ არა ერთ-ერთი ნაკლი რომელიც ჩვენთან დაკავშირებულია სხვა არის რომ ჩვენ ვერ ვაგებინებთ თქვა ადამიანებს რომლებიც კითხულობენ მე შეიძლება მეკითხებიან აი რატომ არის რომ სააკაშვილს დასავლეთი მხარს უჭერს თუ იგივე Freedom House-ი და მისი სხვა ინსტიტუტები ამბობენ ვაკ დემოკრატია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და თავისუფლება ცუდ მდგომარეობაში უარესდება ტენდენცია სრული ნაბიჯ გაუარესებისკენ მაინც ხარდაჭერა არის ეს ერთი გარეთ რატო არის და რატო არის შიგნით უნდა ვაღიაროთ რომ ამ რეჟიმმა და სააკაშვილმა პირადად მოახერხა ბევრი ისეთი რამის გაკეთება დასავლეთში იცით ის საზოგადოება მოდი ესე ვთქვათ რომელიც დემოკრატიის აი განვითარებას და დამკვიდრებაზე თავი აქვს გამოდებული ორ ნაწილად არის გაყოფილი როგორ უნდა შეაფასონ მათ ესე იგი ქვეყანა ან დემოკრატიის გავრცელება და ამ პროცესი ნებისმიერ ქვეყანაში ერთი ნაწილი არის რომელიც უფრო პოლიტიკური ხედვით გამოირჩევა და ის აფასებს აი დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა როგორია ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა როგორია კანონის უზენაესობა როგორია მე ამ ხელკარგის სიტუაცია გვაქვს სასამართლო დამოუკიდებლობა როგორია არა ერთი წუთი ეს არის ამ ნაწილის შეფასება და ეს ამ ნაწილის მიდგომა არის როგორ დაეხმაროს პროცესს მაშინ ისინი ცით რას აკეთებენ ეს ნაწილი ხედავს დემოკრატიის დამკვიდრების პროცესს როგორც ბრძოლას დემოკრატიული ბუნების ადამიანების და მსოფლმხედველობის ადამიანებსა და ანტიდემოკრატებს შორის და ესეთი მიდგომა თუ დომინირებს რომელიმე ქვეყანაში მაშინ ეს საზოგადოება პირდაპირ ამოირჩევს ვინმე დემოკრატებს ასე თქვა პირობითად და არადემოკრატებად გაყოფს პოლიტიკურ ნაწილს და იმათ ეხმარება ეს მიდგომა იყო გამოყენებული შევარნაძის ეპოქაში და დემოკრატები დაერქვათ ახალგაზრდა რეფორმისტებს. რევოლუციის მერე რასაც ხვდებით და მეორე ნაწილი ასე თეორიულად როგორ არის გაყოფილი. თეორიულად და პრაქტიკულად. მეორე ნაწილი არის რომელიც ამბობს რომ ამ ნაწილისთვის ეხლა რომელზეც ვისაუბრე დემოკრატია არის თვითმისანი. ის არის თავისთავადი ასე ვთქვათ ღირსება virtue როგორც ისინი ანდაც დღევანდელობაში როგორც ამბობენ ღირებულება ეს თავისთავად ღირებული რამ არის და ის არის მიზანი. აი ამ ნაწილისთვის მეორე ნაწილისთვის ამ საზოგადოების დემოკრატია არ არის თვითმიზანი ის უფრო არის ესე იგი დამხმარე საშუალება რომელიც ხელს უწყობს უფრო კარგ მიზნებს როგორიც არის თქვათ კეთილდღეობა ეკონომიკური წარმატება და ასე შემდეგ რასაც შეიძლება გავერთიანოთ სიტყვით ოღონდ მოდერნიზაცია ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რევოლუციის მერე ჩაითვალა აი ამ საზოგადოებამ დემოკრატიულმა რომელიც არის ორი ნაწილით არის წარმოდგენილი რეალურად ჩათვალა რომ აქ მოხდა დემოკრატიის გამარჯვება და აღარ არის საჭირო დემოკრატიაზე აქცენტის ქონა თქვენიცით რომ დახმარება შემომწირდათ სამოქალაქო საზოგადოებას და დახმარება უფრო გადადინდა და დიდი ნაწილი წავიდა აქცენტი გაკეთდა აღმასრულებელი ხელისუფლების ხალხის ბოლო თვეები შეიძლება მეორე ნაწილი რომელიც მოდერნიზაციულად დაფარებს აი ამას უპასუხა სააკაშვილის ხელისუფლებამ ეხლა მავალმა შეიძლება ჩათვალოს რომ ეს პასუხი არის პოტიონკინის სოფელი ესე იგი ილუზია მაგრამ რეალური მათ თუ ისინი თუ არ ჩაღრმავდნენ ხედავენ რაც რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობეს და ბიუჯეტი გაიზარდა დაბალი ყველა ბიუჯეტი ყვავის და ყველა შემახლობელს ყველა ჩემ მეზობელს კომუნალურის გადასახადის საშუალება არა მე ვამბობ ისინი რაც ხედავენ ასევე ისინი ხედავენ კაცო ჩამოდიან აეროპორტს ახალს ხედავენ განათებას ხედავენ წყალს ხედავენ რომ სახელმწიფო ასრულებს ვალდებულებებს ასრულებს პენსიებს არიგებს ხელფასებს არიგებს რომელსაც მანამდე ვერ აკეთებდა იმიტომ რომ მოახდინა სულ მინიმუმ ბიუჯეტის მაგრამ ლუკაშენკო სხვა ასრულებს ამ ერთი წუთი ასევე ჩვენ ამიტომ ქართული საზოგადოების ის ნაწილი რომელიც ასევე ფიქრობს რომ ჯანდაბას ეს დემოკრატია კაცო და დემოკრატიის სპეციალისტები და მის დამკვირვებლების მოღვაწეები არიან ესე გაყოფილი და ქართული საზოგადოება რო გაიყოს და თქვას რომ აი ეს კაცი და ნუ მოვიტყვეთ თავს ვინც ოპოზიციის მომხრეა ის ნუ მოიტყვებს თავს და ნუ იფიქრებს რომ ცოტა არგუმენტი აქვს
ყველი არგუმენტია ის, ამდენად სამართლიანი არა, ამდენად საფუძველი ხარი აქვს, მაგრამ აქ ამ ხალხს შეხედულება რომ 1000 რამეს აკეთებს და პლუს რასაც ვერ აკეთებს, ეს ხელისუფლება ამას იმართლებს თავს იმით, რომ რუსეთი გვებზვის ბატონო. შენ ისე უბრუნდები იმ საზოგადოების მზაობის და მომწიფ არა მე ისევე ვამბობ, რომ პოლიტიკური სპექტრის ის ნაწილი, რომელიც ოპონენტი ამ ხელისუფლების და ოპოზიცია ამ ხელისუფლების, მისი ვალდებულება და იმ ჟურნალისტური ნაწილის, რომელიც დამოუკიდებლად თავისუფლად თუ აი ამ ნაწილის ხარდაჭერა დაიქვამს და ასე ვთქვათ, წარმოგვიდგება და წარმოგვიჩინდება, მან უნდა გააცნობიეროს ესა, რომ ეს არგუმენტაცია არსებობს. რომ ეს მართლა მოხდა. მე პოლიტიკური ლიდერების შემოხვედრა ამერიკაში ჩამოვიდნენ და ვეხმარებოდი ხოლმე ოპოზიციურ ლიდერებს, რომელსაც რო უთხარი, კაცო, რომ არ შეჯერეთი, ბევრ მარიცის როგორ უნდა ისაუბროს ის. გააცნობიეროს ეს. უნდა მაგალითად ამერიკას პირველ რო ხდები, პოლიტიკური ლიდერი იქნება თუ საზოგადოების წარმომადგენელი თუ ექსპერტული საზოგადოების, მას უნდა უთხრა ჯერეთი, უნდა გააცნო თავი იმით, რომ შენი პოზიცია გამოხატო პირველ რიგში რუსეთის მიმართ. მეორეც ერთი უნდა ესევე ბალანსირებულად მოუყვერო, აი რა გააკეთა ამ ხელისუფლებამ, გააკეთა თუ არა. იმიტომ ის ხედავს ესე. ობამას ერთ-ერთი საყვარელი ტერმინია empathy, რომელიც გულისხმობს, რომ სხვის ფეხსაცმელში რო ამოყო, სხვის როლში რო შენი თავი ამყოფო, ამ უნარს. და უნდა ამყოფო შენი თავი იმათი თვალით დაინახო. და იმათი თვალით თუ დაინახო, ისინი ხედავენ, რომ რაღაცები და აი ეს რომ უთხარი ერთ-ერთ ლიდერს მიპასუხა, რომ კი მაგრამ რა გააკეთა. კაცო მე ვუთხარი რა გააკეთა და ის უცხოელი ვისაც შენ უნდა ელაპარაკო, ნანახი აქვს იმას, რომ რევოლუციამდე არ იყო ეს აეროპორტი, არ იყო გზა დაგებული, არ იყო ეს გააკეთა, ამას თუ უარყოფ შენ. რომ რა გაკეთდა სიძახი და არაფერი არ გაკეთა, ნუ არ ნებისმიერ ქუჩაზე გაიაროს არცად გზა არ არის. მაგრამ არ აქვს ნანახი სასამართლოს მუშაობას. მარტო ტრანსპორტი და როცა შენ უყვები რომ სასამართლო არ არის, ამას არ ისმენს. ვერ მოისმენს თუ შენ ის რაც ისმენს, მაგრამ რეაგირებს. ვერ მოასმენინებ. არ უყვები, ან არ უყვები ქათანადებს თუ რა ხან იმათ თავში ესეთი ღირებულებები აქვს, რომ შენ უნდა თქვა და უარყოფითი თქვა, თუ მარტო უარყოფითი ისაუბრე, ვერაფერს ვერ გააგებინებ. ჩაგწოლის რომ შენ ხარ რა მაინტერესებს გია ეს ყველაფერი რაც გაკეთდა თქვა გზა დაიგო ფასადების შეიღება აეროპორტი ეს არის პრეზიდენტის ფუნქცია ქვეყანაში არა ხო და მაგას ეხლა ის არა საერთოდ ამაზეა სულ ლაპარაკი რომ ეს გააკეთა აბა მაგას არ ამბობ დანარჩენი რაც გასაკეთებელია ის რო არ არის გაკეთებული იმას ვერ ხედავენ ესე იგი რა თვალით რასაც ხედავს ის არის მერის გასაკეთებელი ჩემი აზრით და კიდე შეიძლება სხვა სამსახური ძალიან დიდი ნაწილი დღემდეც გარეთ ის ნაწილი რომელიც საქართველოს ნუ წარმოვიდგენთ იმას რომ მთელი დასავლეთი ჩვენ მოგშეჩინებს და ჭოგრიტიც არის არა ვიცი მე იგი დადებითი მხარეშიც რა ვარ ხო და რა ხან ჭოგრიტიც არ იყურება კაცო იმისთვის ადის ისა რომ აი ეს უფასებენ როგორც დემოკრატიას უფასებენ ისევ ამ მოდერნიზაციულ ნაწილს უფასებენ უწერენ თვითონაც წერს თვითონაც სწავლობს და ხედავს რომ აქ რაღაც მოხდა და აქ არა ანუ არ არის ეგრე რომ ყველგან მოხდა. არა, ხალხი მიდის, კი არ ბრუნდება საქართველოსდან და ეს არ არის იმის მანიშნებელი, რომ აქ კარგად არ არის სიტუაცია. თუ ეგეც არის. ხალხი რომ მიდის, ამაზე აქცენტი არ კეთდება. ამაშია საქმე. ხალხი მიდის თუ არა, ამდენი მიდის თუ არა, ხო არ ვიცი. აბა მე რო ვიძახო, მაგრამ არ ვიცი, ჩვენ ვიცით რომ მიდის. როგორ არ ვიცით, კაცო, ყოველდღე მაგიმპერატორ ამდენი ადამიანი ჩადის. სტატისტიკა არ არის. არ არსებობს სტატისტიკა, აანალიზება, შეფუთვა, მუშაობა, ამას ჭირდება მუშაობა, მაგრამ აი ამის გარეშე არ გამოდის. ამის გარეშეც გამოდის მუშაობა ჭირდება უბრალოდ. არა, ეს ვისაც აქვს, ისინი ამაზე არ მუშაობენ. ვერ გაცნობიერება ჭირდება. ეს ეხებოდა მედიას. მე დაგირიგებს. ჰონორარეს. აბა საკანშირო შემომედი. ამერიკული დოლარია, რუსული მონეტი არა. ასევე ვისაუბრეთ ოპოზიციის სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე. და ერთი რამე მინდა ვთქვა გადაცემის ბოლოს რომ 19 წლის შემდეგ როცა ჩემ კოლეგებთან ერთად ვიყავი საფხაზეთში პირველად სოხუმში მოვხვდი შენიცი ეს ისტორია შარშან მაისში და მე მქონდა ბედნიერება დაცოთ ახალ მოურავთან და გია შერვაშიძეს